და დაპირისპირება მარნეულში უკიდურესად დაიძაბა ვითარება 42-მერვე საარჩევნო უბანთან. შეტევა საარჩევნო უბანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ისვრიან ქვებს, მიმდინარეობს ხელჩართული ჩხუბი, იყენებენ ხელკეტებს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მობილიზებული, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს. ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი სალომე ბოკუჩავას ვთავთ პირდაპირ ეთერში. სალომე, ამ წუთას რა ვითარებაა მარნეულში და თუ გახდა შენთვის ცნობილი, რა გახდა ამ ხმაურის და დაპირისპირების მიზეზი? კეთი, ამ წუთებში ძალიან ძიმე მდგომარეობაა 42-მერვე საარჩევნო უბანზე, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, მოქალაქეების ნაწილი ამ დროისთვის ცდილობს გავიდეს ტერიტორიის გარეთ და საარჩევნო უბანს სხვა შესასვლელის მხრიდან მიუახლოვდეს, ნაწილი კი ეზოში რჩება. სწორედ ეს ადამიანები სულ რამდენიმე წუთის წინ ცდილობდნენ 42-მერვე საარჩევნო უბანში შეღწევას და ცდილობდნენ სავარაუდოდ არჩევნების გაყალბებას. სწორედ მე და ჩემი ოპერატორი ვაჩე გოგოლაშვილი შევესწარით იმ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა საარჩევნო უბანზე შესვლა და მარკირების მეორედ გასვლა. სწორედ ამას მოყვა კიდევ ერთი დაძაბულობა და ინციდენტი 42-მერვე საარჩევნო უბანზე. სწორედ ამის შემდეგ დაძაბულობა დაიწყო როგორც შიგნით, ასევე ტერიტორიის გარეთ. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი, აქ მობილიზებულია არაერთი ერთეული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩვენთვის უცნობია ამ დროისთვის არის თუ არა კონკრეტული პირები, არიან თუ არა კონკრეტული პირები დაკავებულები, თუმცა როგორც ჩვენ ვნახეთ, ადგილზე დაშავებულია საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. დღესვე ჩვენ გადამღებმა ჯგუფმა შეძლო დაეფიქსირებინა ის კადრები, თუ როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა შესასვლელებიდან საარჩევნო უბანში შეღწევას ეს ადამიანები და ცდილობდნენ ამას ქვების როლით, ხელკეტების გამოყენებით, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს უბანი გახლავთ ამ უბანში დაპირისპირება დღეს რამოდენიმეჯერ დაიწყო. უცნობია ვინ არიან ეს ადამიანები და უცნობია არიან თუ არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები ან აქტივისტები. უცნობია მათი კონკრეტული შეხედულებები მომხდართან დაკავშირებით, რადგან ისინი ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მე ვეტყვი მაყურებელს, რომ 42-მერვე საარჩევნო უბანში ამ წუთებში შიგნით იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე დამკვირვებლები, საარჩევნო უბნების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან დაშავებულები. შეიძლება ითქვას სუბუქად, მაგრამ არიან დაშავებულები. ამასთანავე შეიძლება ითქვას, რომ ბლოკირებულია შენობა, რომელშიც მდებარეობს საარჩევნო უბანი. მაყურებელს ახლა აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში იხილოს ის სადარელი კადრები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იყო 42-მერვე საჯარო სკოლაში. ამ წუთებშიც ხდება საპატრულო ეკიპაჟების დამატება ტერიტორიაზე და მობილიზება. ჩვენთვის უცნობია, კვლავ ვიმეორებ, კონკრეტულად რა მოტივი ამოძრავეთ ამ ადამიანებს, რატომ ხდებოდა მარკირების რამოდენიმეჯერ გავლა. თუმცა სანამ დაძაბულობა კიდევ ერთხელ დაიწყებოდა, ჩვენ მქონდა საშუალება ჩაგვეწერა რამოდენიმე ინტერვიუ, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შემთხვევა დაიწყო შენობაში და არა შენობის გარეთ. მაშინ, როდესაც რამდენიმე პირველ შემთხვევაზე საუბარი, როდესაც რამოდენიმე ადამიანი იყო მობილიზებული უშუალოდ უბანთან, შესასვლელ კართან და ისინი თხოვდნენ გარკვეულ ჯგუფს დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, რის შემდეგაც დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა უცნობია ამ დრომდე საჩივარი შევიდა თუ არა საოლქო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მე და ჩემი ოპერატორი კვლავ ვრჩებით 42-მერვე საარჩევნო უბანზე, სადაც ამ წუთებში დაძაბული ვითარება, ამ წუთებში ცდილობენ ადამიანები შევიდნენ შენობაში, თუმცა რა მიზნით ცდილობენ ისინი 42-მერვე საარჩევნო უბნის აღებას ჩვენთვის უცნობია. თქვენ კიდევ ერთხელ ხედავთ, როგორ დაიძაბა ვითარება ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციას და შენობას ესვრიან ქვებს. ადამიანების ნაწილი იხევს უკან, ნაწილი კი ადგილზე რჩება. საპატრულო პოლიციას მოუწია შიგნით შესვლა შენობაში, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად ვერ იცავენ თავს. თუმცა აქ არიან ახალგაზრდების ჩართულები, შესაძლებელია ითქვას, რომ ისინი არასრულწლოვანებით არიან, როგორც თქვენ ხედავთ კადრში, თუმცა არის, რა თქმა უნდა, უფროსი თაობის წარმომადგენლები. კონკრეტული მიზეზი, რატომ გახდა ამდენი საპატრულო პოლიცია, რატო არიან ეს ადამიანები ესეთი აგრესიულები და რა არის ამ დაპირისპირების მიზანი, უცნობია. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აქ
აქ არ არის ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ესენი საერთო აზრი არიან და ძირთად უპირისპირდებიან როგორც საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს. თქვენ გაქვთ საშუალება პირდაპირ ეთერში იხილოთ ის თუ რა ვითარება 42-ვე საარჩევნო უბანში. ისინი კვლავ